პარტიული დავალება თუ კახელი გლეხების პროტესტი გაიჩეხა თუ არა ვაზი სოფელ კარდენახში ადგილობრივმა გლეხმა გელა გრიშენკომ, რომელმაც გუშინ ჟურნალისტების მის მიერ გაჩეხილი ვენახი უჩვენა, დღეს აცხადებს, რომ ვენახი მისი საკუთრება არ იყო. რა კავშირი ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის წევრებს მევენახეთა აქციებთან? თემაზე თეა ალავერდაშვილი მუშაობდა და დეტალებს უკვე პირდაპირ ეთერში გაგაცნობთ. თეა, გისმენთ. დიახ, თითქმის 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა კახეთში საპროტესტო აქციები ადგილობრივი გლეხები ხელისუფლებისგან კერძო კომპანიების მიერ დადგენილი ყურძნის შესასყიდი ფასის გაზრდას ითხოვდნენ. აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრები ნუნუ გრიშენკოც, რომელიც აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში თუ არ გაიზრდებოდა ყურძნის ფასი, ის ვენახს კაჭავდა, როგორც მოგვიანებით გაირკვა გუშინ გავრცელებულ ვიდეოში მისმა შვილმა გელა გრიშენკომ, რომელიც აცხადებდა, რომ ვენახი სწორედ გაჩეხა ყურძნის დაბალი ფასის გამო. აღმოჩნდა, რომ ეს ვენახი არის მისი მეზობლის საკუთრება და მისმა მეპატრონამ ეს ნაკვეთი გაამზადა ახალი ვაზის გასაშენებლად. თავად გელა გრიშენკო კი აცხადებს დღეს, რომ საზოგადოება შეცდომაში სრულიად შეგნებულად შეიყვანა. უფრო კონკრეტულად რას ყვებიან გრიშენკოები და რას აცხადებენ ახლა უკვე აქციის დანარჩენი მონაწილეები, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. აუცილებელი იყო ის გადასაღება. ეს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრები გელა გრიშენკოა. გუშინ გავრცელებულ ვიდეოში გრიშენკო ვაზს ჩეხავდა, თუმცა დღეს ამბობს, რომ ვენახი სადაც ტელევიზიებმა ვაზის გაჩეხვის კადრები გადაიღეს, მის მეზობელს ეკუთვნის. გრიშენკოს თქმით, იმის მიუხედავად, რომ ვენახი მფლობელმა განახლების მიზნით სულ ცოტა ხნის წინ თავად გაკაფა, ტელეკამერებთან ვაზის გაჩეხვის იმიტაცია ვითარების გასამწვავებლად მაინც გამოიყენა. ეს ვენახი გაიჩეხა 1 კვირის უკან მის მიერ, პატრონის მიერ. მაგრამ მე საქმის გასამწვავებლად, როგორც მე ვიყავი გამწარებული ქარხნიდან, მე დავურთე როგორც ჩემი ვენახი. და თან ესეც კი რა თქმა უნდა სპეციალურად გავაკეთე. პირზეა ესეც გასხლული. ის რომ გრიშენკომ ჟურნალისტებთან იცრუა, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კახეთის გუბერნატორმა გაჩეხილი ვაზი დაათვალიერა. პოლიტიკური ელფერი როცა ვიძახით აქვს თუ არა აქვს, აი სწორედ ეს არის ტიპიური ნიმუში. ვაზიც არ გაჩეხეს, გასხლეს ახალი ვაზი და ეს ერთ-ერთი პროცედურა უნდა შევთანხმდეთ ამაზე. კახეთში ვაზი არ გაჩეხილა. შვილის ქმედებას ამართლებს და გუბერნატორის ბრალდებებს უარყოფს გელა გრიშენკოს დედა ნუნუ გრიშენკო, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი და კახეთში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეა. ნუნუ გრიშენკო რამდენიმე დღის წინ პარლამენტში აგრარული კომიტეტის ხდომაზეც იმყოფებოდა, სადაც ის საზოგადოებას მარტო ხელა სტატუსით გაეცნო. პარლამენტისგან განსხვავებით დღეს ნუნუ გრიშენკო ამბობს, რომ სამი შვილის დედაა და იმის დამტკიცებასაც შეეცადა, რომ გაჩეხილი ვენახი არა მეზობლის, არამედ მისი შვილის საკუთრებაა. შვილები მყავდა და ცხოვრობენ ცალკე. ხარ თუ არა ნაციონალური მოძრაობის წევრი? ვარ, ვიყავი და ვიქნები. კახეთში მევენახეთა საპროტესტო აქციებზე გრიშენკოს მსგავსად განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა მათივე თანასოფლელი ეთერ კორკოტაშვილი. ისიც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტია, თუმცა გრიშენკოებისგან განსხვავებით ვენახი არ აქვს. აქციაში მონაწილეობა მივიღე როგორც კარდენახელი, როგორც გლეხიშვილი და როგორც ჩემი სოფლელებს დაუდექი მეგვერდში ამ ეტაპზე. მევენახეთა აქციებზე ნაციონალური მოძრაობის გურჯაანელ აქტივისტებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ვალერი ბერიძე ამბობს, რომ ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებდა, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით არც მას და არც მის ოჯახს სოფელში ვენახი არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს ჩემ სახელზე არის რეგისტრირებული თუ რა არის? აკეთებთ ვენახს თქვენ გაგწევს მოსავალი. კი. და ვისია ეს ნაკვეთი? ჩემი. ვალერი ბერიძე ოფიციალურად ვაცხადებ ახალ სოფელში მაცხოვრებელი არ ფლობს ვენახს და არ აქვს საერთოდ მიწის ნაკვეთი არავითარი. მევენახეთა აქციაზე იყო, თუმცა რა საპროტესტებდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მცხოვრები ალიხან ალაზოვი დღეს უკვე საუბარი აღარ სურს. ცნობილია, რომ ისიც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტია და სოფელში, სადაც ის ცხოვრობს, ვენახები საერთოდ არ არსებობს. ხებით რაღაცა. უკაცრავად, თქვენ მევენახების აქციაზე იმყოფებოდით და ვენახი თუ გაქვთ? თანაპარტიელებისგან განსხვავებით აქციაზე პარტიული ნიშნის დასწრებას არ მალავს ნაციონალური მოძრაობის ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ვაპროტესტებდი მე ყურძნის დაბალ ფასს პირველ რიგში და მეორე რიგში მე ხელმძღვანელობ რაიონულ ორგანიზაციას ნაციონალური მოძრაობის და ვიყავი აქციაზე როგორც ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ყურძენზე ფასის გაზრდის მოთხოვნით კახეთში აქციები 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ეხლა ამ დროისთვის კახეთის რეგიონში იმყოფება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი. ის ადგილზე ღვინის ქარხნებში ადგილზე ეცნობა ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესს და აქ არსებულ ვითარებას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ამ დროისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს რეგიონში 70 ღვინის ქარხანა, აქედან არის 17 სახელმწიფო კომპანია, ხოლო დანარჩენი კერძო ღვინის ქარხნები და უკვე მიღებული და გადამუშავებული არის 47,000 ტონამდე ყურძენი. მადლობთ ალავერდაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში კახეთიდან.